მოგესალმებით, რადიო უცნობის მსმენელებო, დღეს 4 შაბათია, 5 საათი და რადიო უცნობის ეთერშია გადაცემა მე და გარემო. მე მისი წამყვანი ანა ცხადაძე გახლავართ. გადაცემაში მე და გარემო ტრადიციისამებრ საუბრობთ ჩვენს ბუნებრივ გარემოს გარშემო, რომელიც ჩვენთვის დედამიწელებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ თემებზე ვსაუბრობ. დღევანდელი გადაცემის თემაა განახლებადი ენერგიები და რესურსები. ანუ ეგრეთ წოდებული მწვანე ენერგიები, რომელსაც ინოვაციურ ტექნოლოგიებს ვეძახით დღეს, თუმცა ერთი საუკუნის მერე რა იქნება, ნახოთ არ ვიცით. ნახავენ უბრალოდ ჩვენი მომავალი თაობა. ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კომპანია ბიოდიზელის სამეცნიერო კონსულტანტი ბატონი კახაბერ ქარჩხაძე. ბატონ კახა, მოგესალმებით. გამარჯობა, მოგესალმებით. ბატონ კახა, თქვენ როგორც აკადემიური სფეროს წარმომადგენელი, ერთ-ერთი პიონერი იყავით საქართველოსთან, რომელმაც პირველად დაიწყო მუშაობა განახლებად ენერგიების თან დაკავშირებულ პროექტებზე. მონაწილეობდით სულ ასე ვთქვათ პიონერი ხართ მიმართულებით და მონაწილეობდით პროექტში, რომელიც პირველი მზის პანელების ასე ვთქვათ შემოტანას და გააქტიურებას ეთმობოდა საქართველოში. პირველი პროექტი იყო საქართველოში. აი საინტერესოა პირველი ნაბიჯებზე რომ მოგვიყვეთ, როგორ გადაიდგა ეს პირველი ნაბიჯები და აი რა უძღოდა წინ ამ პროცესს. კი ბატონო. საერთოდ პირველი ნაბიჯების გადადგმა განსაკუთრებით ალტერნატიული განახლებადი ენერგიების დანერგვაში უამრავი წინააღმდეგობებით, მოულოდნელობებით, გამოწვევებით არის სავსე. ის პროექტი, რომელიც თქვენ ახსენეთ, ეს იყო იაპონიის სამთავრობო გრანტი, რომელიც მიიღო საქართველომ. ეს იყო 4 მილიონიანი გრანტი, რომელიც გულისხმობდა მზის ენერგიით. ეს რომელი წელი იყო ბატონო? ეს გახლავთ 2013-14 წლები, როდესაც დაიწყო ეს პროექტი და დასრულდა 2016 წელს. ამ დროს ჯერჯერობით საქართველოში იმ პერიოდში არ იყო ასე ფართოდ მოდებული, არ იყო ასე ფართოდ აღიარებული და პოპულარული მზის ფოტოვოლტური ელემენტები და მზის ენერგიაც შესაბამისად. ამიტომ ძალიან სწორი იყო იაპონური მხარის მიდგომა, რომ ეს პროექტი უნდა განხორციელებულიყო ისე, რომ ცნობადობა აემაღლებინა, გაეხადა პოპულარული მზით მიღებული სუფთა ელექტროენერგია და მოეტანა როგორც ეკონომიკური, ისე ეკოლოგიური სიკეთე საქართველოსათვის. ეს იყო ძალიან სერიოზული პროექტი. ჯერ ილიას უნივერსიტეტმა, რომლის სახელითაც მე მონაწილეობდი ამ გრანტის კონკურსში, ილიას უნივერსიტეტმა გაიმარჯვა და შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა. აი ეს ორი ობიექტი გახდა იაპონელებთან ურთიერთობის მოთავე. ილიას უნივერსიტეტში 35 კილოვატის სიმძლავრის მზის პანელები იქნა დამონტაჟებული, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უფრო ძლიერი და მძლავრი. და მხოლოდ ის 35 კილოვატი სიმძლავრის ფოტოვოლტური პანელები, რომელიც ილიას უნივერსიტეტის ვაკის კამპუსის გასწვრივ არის განლაგებული. აიცით რამხელა ეკოლოგიური ეფექტი მოაქვს, აი თუნდაც 1 ჰექტარი ტყე რომ წარმოედგინოთ შუა ქალაქში ვთქვათ. აი ასეთი ამდაგვარი ეკოლოგიური ეფექტი მოაქვს ჩვენი ქალაქისათვის ამ იაპონურ გრანტს. დიახ. რომელიც ამ გრანტს გარდა მატერიალიზებული ამ ეფექტისა, ვთქვათ, ასევე ქონდა ცნობიერების ამაღლების კამპანია და რა წრეებში, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში ალბათ თუ რა მიმართულებით განხორციელდა ეს? კომპლექსურად, იცით, როგორც სამთავრობო სტრუქტურებში, ისე ორგანიზაციებში და კერძო პირებში წარმოედგინეთ. ასე ვთქვათ, ასოცირების ხელშეკრულებაზე ჯერ არ ქონდა ხელი მოწერილი. არა, მაშინ ჰორიზონტზე მოსჩანდა ასოცირების კონტურები მხოლოდ. მაგრამ ჩვენ, ილიას უნივერსიტეტზე, როდესაც ვლაპარაკობთ, ჩემს მშობლიურ უნივერსიტეტზე, ძალიან ხშირად ხმარობთ ხოლმე ფრაზას პირველად საქართველოში. დიახ. აი მეორე პროექტზეც, რომელზეც ვისაუბრებ დღეს, ასევე პირველად საქართველოში უნდა ვიხმარო ეს ფრაზა. და სწორედ პირველად საქართველოში ამ მასშტაბის
ფოტოვოლტური სადგურის დამონტაჟება მოხდა ილიას უნივერსიტეტში, როგორც გითხარით, იაპონური გრანტი იყო და ეს არ იყო მხოლოდ თქვათ, როგორ გითხარით, პრაგმატული თვალსაზრისით მომგებიანი პროექტი, რომ ილიას უნივერსიტეტს როგორც ორგანიზაციას მიიღო საკუთარი გამომუშავებული სუფთა ენერგია. ეს იყო პროექტი, რომელსაც უნდა აემაღლებინა თავრობის, ორგანიზაციების, ბიზნესის და კერძო პირების ცნობადობა, რომ მზის ფოტოვოლტური ელემენტები ეს არის პირდაპირ ღვთისწყალობა საქართველოსთვის, როდესაც შეუძლია ორგანიზაციას, კომპანიას, თუნდაც კერძო პირს საკუთარი სუფთა ელექტროენერგია კონდეს. მით უმეტეს, რომ საქართველოში როგორც გამოთვლილია, დაახლოებით 275-280 დღე არის მზიანი. და მით უმეტეს, რომ თანამედროვე ფოტოვოლტური ელემენტები უკვე არ მოითხოვენ მზის პირდაპირი სხივების დაცემას, არამედ შეიძლება ღრუბლიან დღესაც კი გამოიმუშავოს ელექტროენერგია არანაკლები ოდენობით. და ხოთი შორის ქარის ენერგიასთან დაკავშირებითაც საკმაოდ აქტიურია ჩვენი ქვეყანა, იმიტომ რომ ეს ნაკადები, როგორც თქვათ, მზის სხივი გვაქვს ასეთი აქტიური ჩვენ ქვეყანაში, ახსენეთ, კონკრეტული დღეების რაოდენობას, ასევე ქარის ინტენსივობაც საკმაოდ ისეთია, რომელიც ამძლავრია. გარკვეულ, რა თქმა უნდა, პერიმეტრებზე, გარკვეულ ლოკაციებზე. გეთანხმებით, სხვა შორის საქართველოს გეოგრაფია საკმაოდ კარგად არის შესწავლილი ქარის ენერგიის არსებობის თვალსაზრისით და გამოყოფილი არის კიდეც ის რეგიონები და ის ადგილები, სადაც ყველაზე უფრო ეფექტური იქნება ქარის ელექტროსადგურების დამონტაჟება. ერთ-ერთი ცხადია, ყველამ ვიცით ეს ცნობილი გორის ქარის ელექტროსადგური. თურმე რას დათვლილი იყო იქ, ვკითხულობდი ინფორმაციას, რაც რეალურად ჩადებული იყო ამ გორის სიმძლავრე. მასზე გადააჭარბა, ბევრად მეც გამოიმუშავებს დღეს ეს ენერგიას, სუფთა ენერგიას, ვიდრე ასე ვთქვათ, ვარაუდობდნენ და კი, ძალიან ეფექტური აღმოჩნდა ეს ქარის ელექტროსადგურების კომპლექსი, რომელიც გორთან ახლოს არის. ასევე მშვენიერი აღმოჩნდა ილიას უნივერსიტეტში და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დამონტაჟებული მზის ფოტოვოლტური პანელები. მშვენივრად მუშაობენ, გამოიმუშავებენ ელექტროენერგიას და ნახეთ, ის ფაქტი, რომ დღეს უკვე ასე პოპულარული გახდა მზის ფოტოვოლტური სისტემები სხვადასხვა კომპანიებისა და კერძო პირებისათვის. აი მას პირველადი ბიძგი ერთ-ერთი და იმპულსი სწორედ ამ იაპონურმა სამთავრობო გრანტმა მისცა ჯერ კიდევ 2013-14 წლებში, როდესაც თვალნათლივ დაინახა ყველამ, რომ შუა ქალაქშიაც კი შეიძლება გქონდეს საუკეთესო მაგალითი. და ეხლა აეროპორტი იყენებს ამ ენერგიას, ხო? კი, აეროპორტში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ალბათ შეამჩნევდეთ კიდეც, როგორც გამოდიხარ დიდი დარბაზიდან, გაფრენისა და მოფრენის დარბაზიდან, იქომ არის პარკინგი, ძალიან დიდი პარკინგი. ეს პარკინგი არის დაფარული სწორედ ამ ფოტოვოლტური პანელებით. და ეს ძალიან კარგი გადაწყვეტა იყო, ჯერ ჩრდილი და გარკვეული აზრით ესეთ კომფორტული სივრცე შეუქმნა პარკინგს და მეორე ეს ღია არეა ძალიან კარგად არის განათებული და მზის რადიაციას იყენებს სწორედ სუფთა განახლებადი ელექტროენერგიის მისაღებად. ბატონო კახა, თქვენ რა თქმა უნდა, თქვენი ამ მიმართულებით მოღვაწეობა, თქვათ, მხოლოდ ამ პროექტით არ შემოიფარგლება, ბუნებრივია. და არა მხოლოდ, თქვათ, რაზეც ბოლოს ვისაუბრებთ, ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც მეცნიერების, ასე ვთქვათ, ღვაწლსა და ბიზნესის განხორციელებად უკვე ბიზნესში მატერიალიზებულ თემას უკავშირდება, ანუ მეცნიერებისა და ბიზნესის ურთიერთთანამშრომლობას. მინდა ასევე შევეხოთ, თქვათ, თქვენ როგორც აკადემიურ მოღვაწეობას საზღვარგარეთ, ანუ იქ გარკვეული იდეები და საფუძველი ჩაეყარა, ასე ვთქვათ, იმას, რაც შემდგომ თქვენ საქართველოში უკვე რეალიზება მოახდინეთ. აი რა იყო ეს ამბავი? საინტერესოა ეს თქვენი გამოცდილება ამ მიმართულებით. მე მგონი მართლაც ღირს ამ თავგადასავალზე საუბარი. მე ბედმა გამიღიმა და მომიწია მუშაობა
მოწინავე ამერიკულ უნივერსიტეტებში Fulbright-ის fellowship-ით სახელგანთქმულ კორნელის უნივერსიტეტში, პენსილვანიაში, შემდეგ ტეხასში, რომელსაც ამერიკელები ტექსასს ეძახიან, მაგრამ ესპანურენოვნები ტეხას. დიახ. ასე რომ და იცით რა იყო ძალიან საინტერესო ჩემთვის, რომ ყველა უნივერსიტეტს და ყველა ორგანიზაციასაც კი ჰქონდა საკუთარი ალტერნატიული ენერგიის გამომშრალების წყაროები პატარბა. და საქართველოს, რომელიც მთლიანად იმპორტირებულ ნახშირწყალბადებზეა დამოკიდებული, მოგეხსენებათ და ენერგეტიკა კი ეკონომიკის ხერხემალია. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას ქონოდა საკუთარი, მით უმეტეს ალტერნატიული და განახლებადი საწვავის წარმოების საშუალება. ამ თემამ დამაინტერესა ძალიან და ამერიკის შეერთებულ შტატებში შევისწავლე ისეთი საინტერესო სფერო, როგორც არის ბიოსაწვავი, კერძოდ ბიოდიზელის წარმოება. აღმოჩნდა, რომ აი ამ უძლიერეს სახელმწიფოსაც კი აწუხებს საკუთარი ენერგოდამოუკიდებლობის და ენერგოდივერსიფიკაციის პრობლემები. პირდაპირ მეუბნებოდნენ ადგილობრივი ნავთობმაგნატებიც და მეცნიერებიც და სამთავრობო წრეებშიც ამას აღნიშნავდნენ, რომ თვით აი ამ უძლიერეს სახელმწიფოსაც კი სჭირდება საკუთარი ენერგეტიკული საფუძველი. და წარმოიდგინოთ, რომ ყოველწლიურად ამერიკის შეერთებულ შტატებში მზადდება 4,5 მილიონი ტონა ბიოდიზელი, ბიოსაწვავი. აი ამით ეს ქვეყანა იმპორტირებულ საწვავსაც ჩაანაცვლებს, საკუთარი საწვავიც აქვს, სამუშაო ადგილებსაც ქმნის და ბიოდიზელი და ბიოსაწვავი საერთოდ ეს არის ეკომეგობრული, განახლებადი. ის არ მატებს ატმოსფეროს, ნახშირორჟანგს და მავნე ემისიებს. ამიტომ ნახეთ, მოაქვთ მრავალი ბენეფიტი. ეკონომიკის რო აუხსნათ, ანუ ბიოსაწვავი. ანუ როგორ გაიგონ, რისგან შეიძლება იწარმოოს ბიოსაწვავი, რომ და რაში უნდა გამოვიყენოთ? ანუ ალბათ სხვადასხვა წყაროებია, სხვადასხვა რესურსებია, რომლისგანაც შეიძლება ვაწარმოოთ ბიოსაწვავი. სხვადასხვა მიმართულებით. კი ბატონო, ბიოსაწვავი როგორც მისი სახელიდან ჩანს, ეს არის ბიორესურსებისაგან, ანუ განახლებადი რესურსებისაგან დამზადებული საწვავი. ძირითადად ჩვენ საუბარი გვაქვს ბიოდიზელზე და ბიობენზინზე. აი მოდი ბიოდიზელზე გავაკეთოთ კონცენტრირება, მით უმეტეს ჩვენ შემდეგი სტუმარი ბიოდიზელის მიმართულებით ისაუბრებს. ბიოდიზელი ეს არის ჩვეულებრივი დიზელის საწვავის ანალოგიური საწვავი, მეტიც უფრო ხარისხიანი, რომელიც ბიორესურსებისაგან მიიღება. კერძოდ, მე ისეთი ტექნოლოგია დავნერგე საქართველოში, რომელიც ნარჩენებს იყენებს აი ამ ბიოდიზელის დასამზადებლად. კერძოდ, მოხმარებულ საკვებ-ზეთს. და შეიძლება გაგიკვირდეს კიდეც, თუ ამდენი მოხმარებული საკვებ-ზეთია საქართველოში, რომ შეიძლება ტონობით საწვავი დამზადდეს. და აღმოჩნდა, რომ არის. არამედ თუ არის, არამედ სანამ ჩვენ დავიწყებდით აი ეს ჩვენი ბიზნეს ჯგუფი, რომლის სამეცნიერო ხელმძღვანელიც მე გახლავართ, სანამ ჩვენ დავიწყებდით ბიოდიზელის დამზადებას, აი ეს მეორადი მოხმარებული ზეთი ან გარემოს წამლავდა, ან ფერმერებს მიქონდათ და თავიანთ ქათმებსა და ფრინველებს და რა ვიცი, საქონელს კვებავდნენ ამითი და ის კვლავ შემდეგ ადამიანის ორგანიზმში ხდებოდა და შეიცავს ეს მეორადი მოხმარებული ზეთი მრავალ ჯანმრთელობისათვის საზიანო ნივთიერებას და ეს მავნე პრაქტიკა შეწყვიტა პროექტმა ბიოდიზელმა და საქართველოს ისტორიაში პირველად მიეცა ქვეყანას საშუალება ეწარმოებინა საკუთარი ალტერნატიული განახლებადი ეკომეგობრული საწვავი. ამით შევამცირეთ იმპორტი. შევქმნით ახალი ქარხანა, 6 ათეულზე მეტი სამუშაო ადგილი და ბენეფიტები მოუტანეთ როგორც ეკონომიკას, ისე ეკოლოგიას. აი როგორ მოხდა დაკავშირება მეცნიერების და ბიზნესის? ეს ძალიან საინტერესო ისტორია, ასე ვთქვათ. კი, დიახ, მე რომ დავბრუნდი ამერიკიდან საქართველოში და ჩამოვიტანე ეს იდეა, რომ გაგვეკეთებინა აქ ჩვენს ქვეყანაში ბიოსაწვავი, კერძოდ ბიოდიზელი. ილიას უნივერსიტეტში შევქმნით ლაბორატორია. შემდეგ მივიღე მცირე გრანტი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსაგან და გავაკეთეთ ეგრეთ წოდებული საპილოტე პროექტი. ანუ ჩვენ გავაკეთეთ ილიას უნივერსიტეტში მოდელირება მთელი ამ დიდი წარმოებისა. და პირველად სწორედ ილიას უნივერსიტეტის კედლებში შეიქმნა ბიოდიზელი. პირველად საქართველოს ისტორიაში ბიოსაწვავი. შემდეგ
ჩვენივე უნივერსიტეტის მანქანა იყო ის პირველი მანქანა საქართველოში, რომელმაც ამ ალტერნატიულ განახლებად საწვავზე დაიწყო მუშაობა. ეს ისტორიული მანქანა დღესაც ილიას უნივერსიტეტის ეზოს ამშვენებს და არ ვიცი შეიძლება ერთი რამდენიმე ათეული წლის მერე სოთბის აუქციონზე გავიდეს როგორც პირველი მანქანა საქართველოში რომელიც ბიოსაწვავზე მუშაობდა. ნახოთ. ანუ ამ პროექტმა, ამ საპილოტო პროექტმა, რომელიც უნივერსიტეტში გავაკეთეთ, აჩვენა როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად, რომ საქართველოს შეიძლება მოხმარებული საკვების ზეთიდან დამზადდეს მაღალხარისხოვანი ბიოსაწვავი. ევროსტანდარტის. მეტიც ამ ბატონებმა, რომელთაც მე დიდ მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ბიზნესმენებს, ბატონ გიორგი თოფჩიშვილს და ბატონ მურმან პატარაიას. მას შემდეგ რაც წაიღეს სხვათა შორის ჩემგან დაუკითხავთ ჩემი ერთ დამზადებული ბიოდიზელი შეამოწმეს სამხარაულის ეროვნულ ბიუროში და დარწმუნდნენ რომ ეს იყო მართლა მაღალი ხარისხის საწვავი და იმის შემდეგ გარისკეს და მოახდინეს ის რასაც მოდური სიტყვა რომ თქვა ქვია კომერციალიზაცია. მოხდა ამ პროექტის კომერციალიზაცია, მათ სერიოზული ინვესტიცია განახორციელეს და შედეგად დღეს გვაქვს შვენიერი ბიოდიზელის ქარხანა, რომელიც პირველი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში აწარმოებს სუფთა განახლებად ბიოსაწვავს და უამრავი ბენეფიტი მოაქვს როგორც ეკოლოგიისთვის, გარემოსთვის, მე და გარემოა ხომ ჩვენი გადაცემის სათავე გარემოსთვის, ისე ეკონომიკისათვის. დიახ, აი ზუსტად ეს მინდოდა ბოლოს რეზიუმესავით ჩვენი შეხვედრის ბოლოს თორე რა თქმა უნდა არ არის ჩვენი ბოლოს შეხვედრა არც ამ გადაცემაში მინდა რომ რაღაც რეზიუმესავით გავაკეთოთ, იმიტომ რომ ბიოდიზელზე კომპანიაზე და მის ასე ვთქვათ საქმიანობაზე კიდე ყავს სტუმარი, რომელთანაც ვისაუბრებთ შემდეგ ჭრაში. აუხსნათ ანუ მსმენელებს, აი ის პლუსები, რა სარგებელი მოაქვს ქვეყნისთვის განახლებად ენერგიებს, განახლებად რესურსებს, ეკონომიკისთვის, ქვეყნისთვის და გარემოსთვის. ანუ რამდენიმე წინადადებით, რამდენადაც შეიძლება. კი ბატონო.